86 წელს დავიბადე, არ დავაკონკრეტებ რომელ სამშობიაროში და დედას და მამას ასეთი რამე უთხრეს, რომ თქვენი შვილი არის ძალიან მძიმე ავადმყოფი. არათუ ვერ გადაადგილდება, როცა გაიზრდება, დამოუკიდებლად ვერ შეჭამს, ვერ სილაპარაკებს, ანუ არ არსებულია, რომ დამოუკიდებლად რამე გააკეთოს. ამუშავებდნენ დედას, რომ მოეწერა ხელი დატოვებაზე. კი, 4 დღე დედასთან არ მიმიყვანეს და მეოთხე დღეს არ ვიცი რამდენად უნდა ვთქვა ეს სიტყვა, ჩემ და საბედნიეროდ ერთ-ერთ ექიმს დაუვარდა ამ რაიონის მაღალჩინოსნის შვილი. გითხრათ, ანუ დავასრულო და საჭირო გახდა საქართველოს მთავარი ნევროპათოლოგის ჩამოსვლა, რომელმაც არ ვიცი რატომ გადაწყვიტა და მძიმე პაციენტებსაც, ბავშვებსაც გავსინჯაო და მე რეალურად ვიწექი თუმე მძიმეებში და ამ ექიმმა თქვა, რომ ამ მძიმეებში რა უნდა, აბსოლუტურად ჯანმრთელიო და მეოთხე დღეს მიმიყვანეს დედასთან. ნახეთ და დედას ის იყო, რომ როგორც ჩანს, არათუ იქ დამაწვინეს, არც მაჭმევდნენ, იმიტომ რომ ისე დაეწაფე ძუძუს 1 საათი ჭამდიო. ნახეთ, აი ხა გუში მქონდა ლაივი ჩართული, შეგეძლიათ ნახოთ, როგორ აწყვევდნენ მშობლებს, რომ ვითომ ბავშვი დაუვარდათ. და ვითომ მე ეს დავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა და ნუ ასე შემდეგ. ხო, ანუ ის დავარდნაც არ იყო რეალურად. ნუ ხო, რაღაცა შეიძლება სხვა პრობლემა ჰქონდა და მოიგონეს, რომ ვითომ ბავშვი დავარდა. რაც შეეხება ეს მძიმე ავადმყოფობის ისტორიის მოგონებას, ძალიან ბევრ დედას ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი იყო, ბავშვს ჰქონდა რაღაც ცერებრალური დამბლა, რომ ჰქონდა სხვადასხვა სახის დაავადება, რომ ვერ გააძლევდა ხელებს და ფეხებს და მიდიოდა ოჯახის დამუშავება. დედები თავს იკლავდნენ, არ უნდა ბავშვს დატოვება, მაგრამ დედამთილები და სიდედრები აკეთებდნენ ოჯახს ეწოლას, რომ რადგან ესეთი ბავშვი კიდე გაგიჩნდება და აწერდნენ ხელს ბავშვის დატოვებას.